ვილაპარაკოთ კაცებზე? ვილაპარაკოთ. ოღონ კრიტიკის გარეშე. კი ბატონო. ემოციებზე რას მეტყვი? ბრაზის გამოხატვა შეუძლიათ კაცებს გადასარევად. ხო, ბრაზი და რისხვა ერთადერთი ემოცია, რომლის გამოხატვასაც არ გვიშლის საზოგადოება. სიყვარული და ზრუნვა? სიყვარულს და ზრუნვას ნაკლებად გამოვხატავთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ქალებს დავემსგავსო. რა პრობლემები აქვთ კაცებს? მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იმიტომ რომ როდესაც ემოციებს არ გამოვხატავთ, ყველაფერზე ვლაპარაკობთ მეგობრებთან რეალური პრობლემების გარდა. ეხლა მოდაში შემოვიდა და ბევრი დადის კოუჩთან, ფსიქოლოგთან, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ქალი მეტია ვინც მაგას აკეთებს ვიდრე კაცი. შეიძლება მეგობარმა გითხრას, რომ ფსიქოლოგთან დადიხარ, ესე იგი რაღაც ვერ აკეთებს კარგად. თუ არ საუბრობენ და არ გამოხატავენ ამ ემოციას, აბა რას აკეთებენ? სარისკო ქცევა. მაგალითად სვამენ ბევრ ალკოჰოლს, სწრაფად დაყოს მანქანა. მაგრამ ამ პრობლემზე არავინ არ ლაპარაკობს. ვილაპარაკოთ ჩვენ. ჩვენ პოდკასტებში ვილაპარაკოთ ამაზე. ვილაპარაკოთ კაცებზე. Thank you.